ქრონიკის გადამღები ჯგუფის მოულოდნელი ვიზიტი რუსთავის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში. ჩემმა კოლეგებმა გიორგი ჩომახაშვილმა და გიორგი გულიჯაშვილმა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 37 ბაღი შეარჩიეს და ახლა თქვენს გიჩვენებენ ბაღის შიდა სამზარეულოს. ქრონიკის ექსპერიმენტში მონაწილეობა რუსთავის ბაღაბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა გიორგი მაღლაფერიძემაც მიიღო. დარჩით ჩვენს არხზე მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით ნახვამდის. Როგორი პირობებია რუსთავის ბაღებში? ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ მცირე ექსპერიმენტი ჩაგვეტარებინა. მისი მიზანია, რომ დეტალურად დავათვალიეროთ შემთხვევით შერჩეული ბაღი და ვნახოთ რა მდგომარეობაა საღვაწლო დაწესებულებაში. ექსპერიმენტში მონაწილეობა ბაღაბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს გიორგი მაღლაფერიძეს შევთავაზეთ. ნახოთ რა სიტუაცია არის, ზოგადად როგორ პირობებში არიან ბავშვები და საერთოდ იგივე ინფრასტრუქტურა, იგივე თქვათ ყובה და ასე შემდეგ. რა მდგომარეობაშია თქვენ თუ რა თქმა უნდა თანახმა იქნებით ოთ ერთი წესი მაქვს რომელსაც მინდა რომ დამეთანხმოთ. ანუ ბაღი შევარჩიოთ აბსოლუტურად ისე რომ არც თქვენ იცოდეთ, არც მე შემთხვევით და პირდაპირ შემდეგ მივიდეთ ამ ბაღში. ხაცას რომ მოიფიქრებდი უცნაურს ვიცოდი, მაგრამ ამას არ ველოდი, კი ბატონო. თქვენ ხომ სულ აღნიშნავთ, რომ ბაღებში არ არის ისეთი პრობლემები, რაც თქვათ, არ შეიძლება რომ რაღაც დაფარული იყოს ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე გადავწყვეტეთ ჩვენ ეს. მე სულ ვამბობ ერთ რამეს, რომ არაფერი დასამალი, მათ შორის ის პრობლემები, რაც გვაქვს და პრობლემები ჩვენ გვაქვს პრაქტიკულად ყველა მიმართულებით. დასამალი არ არის. მოდი მაშინ დავაწყოთ შერჩევა, ციფრები ჩვეულებრივად დავაწეროთ ფურცლებს, აურიოთ და რომელიც თქვათ ამოვა, ასე თქვათ, აპრობირებული მეთოდი. ესე იგი, თქვენ აირჩიოთ თუ მე ავირჩიოთ? მესამე პირი ვნახოთ ვინ. კი ბატონო, თუ გიაქვთ თქვენ თანაშრომელს დაუძახეთ, თუ ყავთ ოპერატორი. ხელს გამოყოფს, ეს მოახერხებს. აირჩიოს. ოპერატორმა აირჩიოს მართლა. 37 ბაღი ამოდის. აი, აუდით მაშინ რომ წავიდეთ. და არ არის თუ შეიძლება ტელეფონი ისაფრა. არა, ჩვენ ჯარში გადაკვირდებით. აქედან არის შესასვლელი? აქედან შევიდეთ? აქ რაც ყველაზე დიდი პრობლემა ჰქონდა ჩვენ ეს იყო გარე პერიმეტრი, საიდანაც წყალი ჩადიოდა, ფუნდამენტსაც ძალიან სერიოზულად გვიზიანებდა და საერთოდ ესოც ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო და ასე დიდი ხნის წინ სულ რამოდენიმე თვის ამბავია, ქალაქმა ეს სამუშაოები ჩაატარა და ეხლა ხედავ რომ ეს ბეტონის საფარი კიდე ეს ახლა სადაც ვარ ჩვენ ეს ყველაფერი, ბაღის ირგვლივ ყველაფერი ეს გაკეთდა. აი სანამ შევართ, მანამდე რო გითხრათ რა პრობლემებია? კლასიკური პრობლემები ახლა აქ ოპერატორი თუ დაგანახებთ, აი მარტივად რო ვთქვათ, ხო? ხედავთ, აი გამოცვლილი ფანჯრებია. პირველ სართულზე გამოუცვლელი ფანჯრებია, ხო? ანუ ნელა-ნელა კეთდება. ღობის პრობლემა მგონი არის, ხო? ღობის პრობლემა უმეტეს ბაღებში გვაქვს ჩვენ, მაგრამ ეს ისეთი ბაღი მოხვდა ჩვენ, სადაც ღობის პრობლემა არის ყველაზე აქტუალური. თქვენ თუ დააკვირდებით, ეს კორპუსიც და ეს კორპუსიც არის ძალიან ახლოს ბაღთან და პრაქტიკულად აი ცოტა წირო გავალთ, მე კიდე გამოჩნდება, რომ პრაქტიკულად სადთავრდება ესე იგი კორპუსის ტერიტორია და სადიწყება ბაღის ამის უკვე განსაზღვრად ძალიან ძნელია და სივრცე აქვს ძალიან მცირე. ფუნქციონირებს 10 ჯგუფი მხოლოდ. ანუ გარკვეული ოთახები აქვს. ეკლესიას დაეთმო თავის დროზე, ჩვენ ეკლესიას ვჭირდება და ბაღი ვჭირდება. გასაგებია, კარგით, მოდით შევიდეთ და გამგესაც გავესაუბროთ და მოვისმინოთ მას. კი ბატონო, ჯერ დავაფიქსიროთ ალბათ რომ სწორედ იმ ბაღში მოვედით, სადაც ნამდვილად 37 ბაღი არის. იცით რა მაინტერესებს ბატონ გიორგი? ეს ყველაფერი არის გაკეთებული სულ აი რამოდენიმე თვის ამბავია. ბატონ გიორგი, აი მე რამდენიმე ბაღის ეს თქვათ ფასადი ვიცი და აი რატო ხშირ შემთხვევაში მშობლებიც და ისეაც აღნიშნავენ ხოლმე რუსთაველები რომ აი ასეთი ტიპის აი რაღაცნაირი რკინის კონსტრუქცია აი რატომ ხდება ხოლმე? იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში მათ უკმაყოფილებას იწვევს. უფრო მნიშვნელოვანს დავასრულებ და ფასადიც იქნება, ლამაზი შესასვლელიც იქნება, შეიძლება ელექტრონული კარებიც დავაყენოთ მეგრევ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კარგით, აი სანამ ბავშვები არიან, ჯერ კიდევ
კიდევ ბაღში მოდი დავათვალიეროთ თვითონ ჯგუფები და შემდეგ უკვე ალბათ დავათვალიეროთ ის თქვათ გამარჯობათ ჩვენ მცირე ექსპერიმენტს ვატარებთ სამზარეულოში რამე პრობლემები გაქვთ თქვათ იგივე არა ყველანაირად მოწესრიგებული არის პატარ-პატარა რაღაცა პრობლემები და მოგვარდება ნუ იქ აუზი გვინდა რომ გაკეთდეს რომ ჭურჭელი რომ ირეცხება ცოტა ისეთი იმითი თვითონ შემოწმებაზე თუ ყოფილა შემოსულები თქვათ იგივე სამზარეულოს კუთხე კი როგორ არა და როგორი ის თქვათ აკმაყოფილებთ კი ნამდვილად ვაკმაყოფილებთ სტანდარტებს მოულოდნელად გეწვიეთ უბრალოდ გვაინტერესებს რა სიტუაცია არის და ხედავ აშკარად ახალი გარემონტებულია ამის გარდა ეს მაგიდები რასაც თქვენ უყურებთ ეს არის სპეციალური მეტალისგან დამზადებული რომელიც იძლევა ადვილად რეცხვა დეზინფექციის საშუალებას ესეც სულ ეხლა ხარ შევიძინეთ თქვენ წეღან გამგეს კითხეთ რომ თუ გამოწვევთო მინდა გითხრათ რომ 3-4 ორგანიზაცია რომელიც ჩვენ გამოწვევს მათ შორის ქვემო ქართლის კვების უვნებლობა და მათი რეკომენდაცია იყო პირველში ჭურჭლის განახლება და იმ ზედაპირების იმაგიდების განახლება სადაც ხდება დამუშავება პროდუქტის. ესე იგი აქ მზადდება ეს პროდუქტი ხო მაგრამ აი ეს უკვე ნელა-ნელა აღარ ვიყენებთ იმას გადავდივართ შედარებით ახალზე და ეხლა ამ ბაღში მაინდა-მაინც არ მოუწია ჩვენ უფრო კარგი გაზქურები შევიძინეთ შეზღუდული რაოდენობით თუმცა ისე კარგად გაამართლა 6 გამფორიანი დიდი ზომის არის რომ პირველ აწიყვე ყველა ბაღში შევიძინეთ ამას შეგვიძლია რა პროდუქტი ინახება შეიძლება ვნახოთ რა თქმა უნდა ანუ აქ ყველა პროდუქტი არის აუცილებლად კონტეინერში აუცილებლად მარკირებული თუ საჭიროა თავისი ეს დალუქული მდგომარეობაში დალუქული ეგ სხვა მომენტია ეს არის ხორცი რომელიც აი მოდით ვნახოთ ეს რა არის არ ვიცით რა არის ხო ეს არის ხორცი 2.6 კილოგრამი რომელიც 25 მეორე თვეს მორჩა ანუ ჩვენ შეკვეთას წინასწარ ვაფორმებთ ნაშთი დარჩა და ეს არის გაყრენული თავისი წარწერით თავისი აი ამ ხორცს შემდეგ იყენებთ ანუ ეს როგორ ხდება ხოლმე ეს რადგან კი ნაშთის გამოყენება ხდება იმ დიდ რაოდენობა ხორცთან ერთად რომელიც შემოდის ახალი აქ ესე ხილი ეს უკვე არის საწყობი ბოსტნეულისთვის ხილისთვის ჭირდება აქაც შეცვლა და სადაც ამდენი გავაკეთეთ ეს უკვე სველი წერტილები როგორც გითხარით ეს ბაღიც არის თავისთავად ჩართული ბაღში გაკეთებულა სველი წერტილები და სველი წერტილების პროექტში მათ შორის ეს დამატებით სამუშაოს დევს. ანუ ეხლა ჩვენ ვართ ერთ-ერთ ახლად გარემონტებულ ჯგუფში ჩვენ შევთანხმდით რომ ერთსაც ვნახავთ და მეორესა მოულოდნელად გესტუმრეთ ყველანაირად მოწესრიგებულია საძინებელი ჯგუფი თვითონ ბავშვების ხელსაბანი საჭირო ოთახი ყველაფერი მოწესრიგებული. რომ რო ახალი ჯგუფებია, შედარებით ნაკლებად აქვთ წიგნები და სათამაშოები. აი რესურსი, რასაც ქვია, საკმაოდ დიდი თანხა დავხარჯეთ ჩვენ სათამაშოების შესაძენადაც, ხელოვნების ნიმუშების საქმნელი მასალის შესაძენადაც, თუმცა, რა თქმა უნდა, საკმარისი არის და მინდა გითხრათ, რომ 75,000 ლარია გამოყოფილი მეორე კვარტალში და ცოტა ამისთვის და ეხლა ზოგადად მაგ ტენდერზე ვმუშაობთ, ანუ დამატებით რომ შევიძინოთ. გვაქვს 3 საპირფარეშო, რაც აბსოლუტურად საკმარისი არის თავისი გადატეხვრით. აი ბარი მხარვესაც დაგანახეთ. სამწუხაროდ შახშან და ნაკლებად ხარისხიანი ვიყიდეთ, მაგრამ შეკოლებას ვაფორმებთ და საკმაოდ მაღალ ხარისხიანს ვდებოდით. ასე რომ შეგვეშალა ბატონო და ვასწავლოთ. ეს ეხება იმას პედაგოგებს თუ ბავშვებს? მე მინდა გითხრათ, რომ ბავშვის ცემა, ყურის აწევა, ეს მშობელი აუწევს, მეზობელი, მამის ძმაკაცი სიმთვრალეში თუ პედაგოგი მნიშვნელობა არ აქვს ბავშვის ყურისთვის ერთნაირად კი. ეს მოუმართოთ თქვენს მშობლებს ასეთი თქვათ საჭიროებით? რაღაც მსგავსი ყოფილა, მაგრამ საბედნიეროდ ესეთი გამოკვეთილი ფაქტი აშკარა ძალადობის ჩვენ არ გქონია. ხშირად უთხოვია თქვათ პედაგოგის შეცვლა? არა. აი მართლა გულწრფელად გეტყვით, რომ იყო 1-2 შემთხვევა წელნახევრის განმავლობაში, რაც მე გაერთიანებას ხელმძღვანელობ, ალბათ იყო
3 მაქსიმუმ 4 ესეთი შემთხვევა, როდესაც პედაგოგთან ქონდა მშობელს გარკვეული პრეტენზიები, თუმცა ყველა ეს შემთხვევა დასრულდა გაფრთხილებით. ანუ ახლა უნდა ჩვენ შევიდეთ იმ ჯგუფში, სადაც რეაბილიტაცია არ ჩატარდება. დიახ, მოგზა. ერთადერთი პრობლემა, რომელიც არის საბავშვო ბაღებში, ეს არის ბავშვთა რაოდენობა, არის და არის, მაგრამ დანარჩენი ახლა იატაკი, აი ზემოდან არის ხოლმე შემთხვევები, რომ მაღლა ბავშვები რომ თამაშობენ და რაღაცა არის რომ ცვივა ეს. ნუ შესაკეთ სველი წერტილებიც ალბათ დროთა განმავლობაში ძალიან ძიახ წესვი. ნახოთ სველი წერტილებიც. ანუ ეს არის ის ჯგუფი, სადაც რეაბილიტაცია ჯერ არ ჩატარებულა, შესაბამისად არის ესეთ. ნუ მე მინდა გითხრათ ბატონო გიორგი, რომ ეს კიდევ ყველაზე უარესი შემთხვევა არ არის, არა მაქვს დასამალი. ჩვენ გვაქვს ქალაქში ჯგუფები, სადაც კიდევ უარესი მდგომარეობაა სველწერტილებზე. ყველა ბაღში, ყველა დარჩენილ ჯგუფში, სადაც არ გაკეთებულა სველწერტილების რეაბილიტაცია, ჩვენ უახლოეს პერიოდში დავიწყებთ ამ სამუშაოს, რომელსაც ქალაქი ჩაატარებს. ჩვენი ლოზუნგია ესეთი, რომ არაფერი აჯდება ისე იაფი და არ ფასდება ისე ძვირად, როგორც არის სუფთა. შეიძლება არ ვიყოთ დიდრები, მაგრამ არაფერი არ გვიშლის ხო იმისათვის, რომ ვიყოთ სუფთა. რაც შეეხება ფანჯრებს, ცოტა არასწორი აქცენტი გაკეთდა, სითბოს დაკარგვის პრობლემა აქ ნაკლებად არის. აქ პრობლემა ის არის, რომ ასეთ მდგომარეობაში ფანჯრებს ისე ხშირად ვერ ვახებთ. ჩვენ რომ ხშირად ვახერხებთ. ბატონო გიორგი, აი ამ შემთხვევაში გულისხმობ, თუნდაც აი მინა არის რაღაც აქ ჩატეხილი. ბატონო, ნუ ეს ფანჯრები რომ გამოსაცვლელია, ამაზე ალბათ ნუ ბუნებრივია ხის ფანჯარაა და ახლა ვერ შეინარჩუნებს ისე თქვა არის დროს სავარაუდოდ მოძრაობს. კი ბატონო. აი აქედანაც ძალიან მინდა რომ შეგეკამათოთ, მაგრამ აქ უკვე გამათი გამორიცხულია, ეს ფანჯრებიც აუცილებლად გამოიცვლება. სათამაშოები გატეხილია, ცოტა სათამაშოები. ანუ არ არის საკმარისი, როგორ ფიქრობ? არ არის საკმარისი. გიორგი, სათამაშოები გააქვთ ბაღში? კი. და კიდევ უფრო მეტი სათამაშო ვიყიდოთ თუ არ გჭირდება? ვიყიდოთ. შევთანხმდით, ვიყიდოთ. ვარდი ვიყიდი. საჭმელი მოგწონთ ბაღში? აი რა მოგწონთ, რა საჭმელი მოგწონთ ყველაზე მეტად? მე ბორში. სუპი. მოდი მე კი ბატონო. ახლა შენ მითხარი მე პავიდლოიანი პური უფრო მოგწონს, შენ რო ხილფაფას ვეძახი თუ კარაქიანი პური? ხილფაფა. ანუ შენ თვლი რომ ხილფაფა მეტი უნდა იყოს და კარაქი უფრო ნაკლები, ხო? კი ბატონო. სად ბავშვებს ხილფაფა უფრო ურჩევნიათ ვიდრე კარაქი, მაგრამ ხილფაფა გვაძლევს შაქარს, რომელიცაც ბალანსაც თავისთავად ვიცავთ, ხოლო კარაქი გვაძლევს ცხოველურ. თუმცა სეზონური მენიუ განსხვავდება, ხო? ეხლა ერთმანეთისგან ჩვენ წელს ესე მოვიქეცით, რომ განსხვავებით სხვა წლებისგან თლიანი წლის ტენდერი არ გამოვაცხადეთ. გამოვაცხადეთ ზაფხულამდე, ამის საშუალებას კანონი იძლევა, იმიტომ რომ ჩვენ გარკვეულ ცვლილებას კიდევ აპირებთ ზაფხულში, რომ შევიტანოთ და მათ შორის ველოდებით იმ საკანონმდებლო ბაზას. ამ გასარემონტებელ ოთახში, როგორც ხედავთ, ჩვენ მოვახერხეთ და ინვენტარი მაგალითად ახალია და ძალიან ბევრი რამე შემოსულია უკვე ახალი. ნახოთ დარბაზიც. დარბაზი ნახოთ. შესაბამისად დერეფანიც არის ალბათ გასაკეთებელი. გამარჯობათ. ესე ჩვენი დარბაზი აქაც საჭიროა ზუსტად იგივე სამუშაოები, იატაკიც სასურველია რომ უკეთესი იყოს, თუმცა მეტნაკლებად მისაღები არის. გვაქვს ეგერ ახალი შემოტანილი მინი ატრაქციონები, რომელსაც ერთად მხიარული სტარტების დროს ვიყენებთ. ასთავარია სისუფთავეა, ასთავარია ყავს ძალიან კვალიფიციური მუსიკის პედაგოგები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან ცოდნას და მნიშვნელოვან უნარეს უვითარებენ ჩვენ შვილებს და ეს არის ალბათ ყველაზე მთავარი. არსებული პედაგოგების კვალიფიკაციის დონე ჩვენ ძალიან ავწიეთ, იმიტომ რომ რეგულარულად ტარდება როგორც ტრენინგები, ისე მეთოდ კაბინეტი თავის სამუშაოს ასრულებს ძალიან ინტენსიურად და მაღალ დონეზე. ჩვენი რა თქმა უნდა საბოლოო მიზანია, რომ ყველა ბავშვი ხვდებოდეს ბაღში და ამის ერთადერთი გამოსავალი არის ჯგუფების დამატება.
რაც არ უნდა რეგისტრაციის ფორმა ჩვენ გავაკეთოთ, მაშინ როდესაც ყავს დაახლოებით 8000-მდე სურვილი და 6100 ადგილი, რა თქმა უნდა რაღაცა რაოდენობა დარჩა. იგეგმება ჯგუფების დამატება. აუცილებლად იგეგმება, სამწუხაროდ ეს არ არის ჩვენი კომპეტენცია, ჩვენ ინფორმაციის დონეზე ვიცით. უკვე გადმოეცა ერთ-ერთი ბაღის შენობა ქალაქს და მიდის მუშაობა. ძალიან ინტენსიური საუბარი მიდის მინიმუმ ერთი ბაღის აშენებაზე, მაგრამ როდის იქნება შესაძლებელი რა ვადებში სამწუხაროდ კომპეტენტური არა ვარ რომ გიპასუხო. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა და გადაგიხადოთ რომ ამ ექსპერიმენტზე დაგვთანხმდით და იმედი მაქვს რომ ის პრობლემები რომელიც თქვა არის თუნდაც ამ ბაღში ძალიან მალე აღმოფხვრება წარმატებებს გისურვებთ. ძალიან დიდი მადლობა ბატონო გიორგი, ჩვენ მაინც ამას პრობლემებს სიტყვას არ ხმარობთ, იმიტომ რომ პრობლემა და ბავშვები ცოტა უხეშად არის ერთმანეთთან, ჩვენ ვეძახით ამას საკითხებს, რომელთა გადაწყვეტა თქვენ ნახეთ, რომ მიდის თანმიმდევრულად და აუცილებლად მინიმალურ შესაძლო ვადაში ყველა ეს საკითხი, რომელიც გადასაწყვეტია ერთი მხრივ გადაცდება და კიდევ უფრო უკეთესი გახდება ბაღი. ძალიან კარგი პედაგოგები ყავს, მეც არ გაზრდილი ვარ, ჩემი შვილებიც ორივე და ყვებაც კარგი აქვს ძალიან. ყვაყოფილი მოდის ბავშვი, მეც ყვაყოფილი ვარ. ეს რაღაცას კითხავთ ქალბატონო. და ფერი მოგწონს, ყველა პედაგოგებიც მოგწონს და ყვებაც მოგწონს და ყველაფერი მოგწონს. ჯგუფი როგორი არის? საკმაოდ მოწესრიგებულია, ბავშვიც ყოველთვის ფორმაშია და მოგწონს, ყვაყოფილი ვარ. გამარჯობთ, რაღაცას კითხავთ, ბავშვი დაკავთ ხო ამ ბაღში? უკვე მესამე თაობა დამყოლდა ყვაყოფილი ვარ. აი ჯგუფი მოწესრიგებულია თქვა. კი, ძალიან მოწესრიგებული. კი, ყველაფერი. ნუ ეს ახლა ვიზუალურად ხო შესარემონტებელი არის, მაგრამ ახლა ისე დეტალი არ არის ყვების და იმის მხრივ რომ ამ პრობლემა მქონდეს. ანუ ბავშვი კმაყოფილი. კი, კმაყოფილი ვარ. გამწვანება ალბათ და შემოღობა კიდე კაი იქნებოდა ალბათ რა. აი რა. თუ დაცული იყოს ტერიტორია. ასე ფიქრობენ ის მშობლები, რომლებსაც შვილები 37 ბაღში დაკავთ. თუმცა თემა კიდევ უფრო დაბალანსებული რომ ყოფილიყო, ჩვენ ქუჩაში მცირე გამოკითხვა ჩავატარეთ. მე ვიცი რომ საკმაოდ ნაკლებობაა ბაღების ჩვენთან არ არის საკმარისი რაოდენობა, შესაბამისად ჯგუფები ძალიან გადატვირთული. ყვება ალბათ პირველ რიგში არ არის საკმარისი. დამყავს ეს პატარა და მაგმაყოფილებს კი. ნორმალურია ახლა ყველანაირად. ყვაყოფილი ვარ ბაღის პირობებით, კარგი პირობები არის, ურთიერთები ამ ბაღს, აქვთ პასუხისმგებლობის ცნობა და ყვაყოფილი ვარ. უფრო მეტი სისუფთავე რო იყოს, კარგი იქნება. ნუ არ მომეწონა რომ ისე ძველი ჩემი შვილების დროინდელი ატმოსფეროა, ეხლა შვილი რომ მივიყვანე, ისე ცარცის კედლები, მოუწესრიგებელი სააბაზანო ტუალეტი. უფრო ნაკლები ბავშვები რომ იყოს, იმიტომ რომ 40 ბავშვი მე მგონი თვითონ მასწავლებლისთვისაც ძალიან ძნელი არის. და ბავშვებისთვისაც კი კონტაქტი კარგია, მაგრამ როცა ძალიან ბევრი არიან, რა თქმა უნდა, უფრო მეტი ყურადღება უნდა. პრეტენზიები არ მაქვს არანაირი. მაყოფილი ვარ, კარგი გამგეყავს, კარგი მასწავლებელი, კარგი პერსონალი, ყველაფერი კარგი. მეტნაკლებად მე ვფიქრობ, რომ აკმაყოფილებს, იმიტომ რომ კვალიფიციური პედაგოგებიც აყავთ. და თანამედროვე სტანდარტებში ფიქრობენ ყველაფერს, რომ ახალი შეიტანონ და დაანერგონ.